მუსიკები არ მინდადე. საღამო მშვიდობის ვითასებო. როგორ ხართ? ესე იგი, მოვედი, ქალაქში ვიყავით გასულები. ხო და მინდოდა რომ რა ვიყიდე მე ჩვენებინა. ჩემმა დამაჩუქა. ჩემს ბავშვებს. ხო და რამე ვიყიდეო, ჩემს სახელზეო და გოდესაც ვიყიდე. ადაც ვიყიდე. გეგას არ ვიყიდე, იმიტომ რომ გეგას ბევრი ფეხსაცმელები აქვს და გაჩვენეთ კიდევაც, ამიტომ ეხა გეგას არ ვიყიდე, გადავინახე მაგისთვის, შუაზე გავუყავი. ეს მუხასია. მუხა მიყიდა თავისთვის. გაჩვენებთ ამასაც. ჩვენთან გაიხსნა ძირფასებო ახალი მაღაზია, shopping house-ი ქალაქში. და ძალიან კარგ ფასებში არის ფეხსაცმელები. 25, 29, 28, 35. მოკლედ, აი ამ ფასებში არის, ძვირიანებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ფასებშიც არის. მე რა თქმა უნდა, იცით თქვენ რომ ყოველთვის იაფიანს ყიდულობ ხოლმე. ნახეთ. ეს 35-ად. ადას ვუყიდე. 28 ზომა არის და აქერა წერია დაიცა. აი 35 ლარი. 28 ზომა არის. ზოგი რამ 29-ია, მაგრამ ეს 28 კიდე ოდნავ დიდი ქონდა, ამიტომ უყიდე 28 ზომა. 35 ლარად ეს. ეს სხვაგან იყიდა მუხამ. იქ რა, კაი ფეხსაცმელები ვნახე მე, მაგრამ არ მოეწონა მუხრანეზა, რა ვიცი მე რომ მომეწონა ეს. ესეც მე მომეწონა, თორე თვითონ რა ვიცი რაღაცას ადგა, მაგრამ მაგის ზომა არ იყო და ეს რატო არ მოგწონს მეთქი და მე აბა გავიზომო და კაი ექნა და მოეწონა მე ფეხსიც ჩაცმული. ეს 100 ლარი ღირდა. ეს მისცეს 70-ად იმ მაღაზიაში სადაც ვიყავით. თამთან მიგვიყვანა იმ ქალთან, თუ გახსოვთ თქვენ მე რო გითხარით ნისიად გვაძლევდა თქო. 2 წელი ეცვა ზედიზედ იქაური ნაყიდი ფეხსაცმელი მუხას. ხო და რა ვიცი, მოკლედ 70-ად მისცა და ნახოთ, აბა ეს რამდენ ხანს გაუძლებს. ხო გითხარიო რომ დაგიკლებო და 3-შია მე მგონი, კი, 3-შიც გავს. ხო, ესეც 3-შია. ეხა გოდეს ეს ისტილია. ესეც 35 ლარი. ეს მე მომეწონა ძალიან. საერთოდ ჟილეტი და შარვალი რო აქვს კლასიკური, ძალიან მინდოდა რომ ისეთი დაბალზე რო ყოფილიყო ფეხსაცმელი. არ იყო სხვა ფერი. ანუ კი იყო, მაგრამ ზომებში არ იყო. ამიტომ მომიწია ამის ყიდვა. მაგრამ მაინც წავა. კი ლურჯი არის გოდესი და გეგასიც ასევე. გეგასა აქვს ლურჯი ფეხსაცმელი. ასეთ დაბალზე. ძალიან ახალივით. სულ ორჯერ ეცვა გოდეს, მეტი არც მია. ისე დაუბატარავდა და აი ამ სტილშიც ძალიან ახალი ისიც აქვს, გითხარით ისიც გაჩვენეთ. გეგას. ოღონდ ის 3-ში არ არის. ესეც 3-შივით არ არის, რა ვიცი. და ეს ვიყიდე გოდეს. ეხა აწი ბატინკები დამჭირდება, თორე всё. ფიქრობ რომ ესენი გაუძლებს. კი არა და კიდე შეიძლება რომ რომელიმე ისეთი ახალივით დარჩეს, როგორც ეგრე ვნახავ ხოლმე გეგას. ასე რომ აი ესენი ეს 35-ის და 30 ლარი გადანახული მექონა, 5 მერე დავუმატებ გეგას. მე და გეგასი გადანახული ვიქნება თანხა. 3 თვისთვის ბატინკებს ვუყიდი, დავამატებ და სხვა ეხა ყველაფერი აქვს. თითქმის რაც აქვს ერყოფათ, იმიტომ რომ მახსოვს თითო ზედა კაბა ფეხსაცმელი ნასკები იყო, რაღაცეები მსგავსებს ვიყიდნენ, თორე всё იმით
დავდიოდით, დედაჩემი ყოველგვარი ეცხავდა თითქმის. ასე რომ ამათ აქვთ ეხლა რამოდენიმე და ეყოფათ. მომწონს ესეც დიდი სიამოვნებით ჩავიცვებდი, ოღონდ ზუსტად ესეც ლამაზი ცხვირით, აი როგორიც არის. მაგრამ არ იყო ჩემი ზომა. აი ესეთიც მომწონს, მაგრამ აი აქ აი ეს ცხვირი არ მიყვარს ესეოა წინ გოგოსთვის. ამიტომ ესეთ დაბალ სტილში მიყვარს მეც. ასე რომ ახლა აწი არ დასჭირდება არასაც ფეხსაცმელები. ცოტა ხანი. მარტო სპორტულები მაქვს საყიდელი ადაზე. всё, გეგას გოდეს აქვთ. იკმარებენ. თუ რამე და მე გოდესთვის თუ მექნება დასამატებელი ეხა წარმოიდგინეთ, ცეკვის მაიკა უნდა ვიყიდო, მე უნდა დავახატიო მაგაზე სამივესთვის, გეგასთვის, გოდესთვის და ადასთვის და ვუთხარი იმ მაიკებზე 15 ლარად ვიყიდე გოდეს მწვანე და აი ისეთი თუ იქნება მეთქი შავი, დიდი სიამოვნებით ვიყიდე, იმიტომ რომ ცეკვისთვის მჭირდება მეთქი გინდი გრძელმკლავიანი, გინდი მოკლემკლავიანი თქო. ეხა მაწყობს გრძელმკლავიანი და თხელი. იმიტომ რომ ესენი ადვილად ოხიანობენ. ეს თასმები მოყვებოდა კიდე რა ვიცი. ხო და აი ეს რა ქვია. გრძელმკლავიანზე გავაკეთებინებდი და ელასტიკები მაქვს გოდესთვის საყიდი და ის გეგას გამოადგება და ადასთვის მექნება კიდე საყიდი. მაგრამ შუსტები ამისთვისაც. აი ესენი ეხა რა? მაგრამ ამას უკვე სექტემბრის ხელფასობაზე ვუყიდი. არაფერი სათამაშო არ გამაგონო. ღმერთო რა დღეში იყვნენ. მე არა. შენ არა, შენ არც ამოსულ ხარ და გეგამ მიიყვანა ნახე და სათამაშოები ნახე, ქოჩინები ნახეს და დააწყებინა თორე ამე იცოდა ადამ. სად და სად ეხა მივდიოდით, მაგრამ არაფერი. არც ითხოვდა, მაგრამ დააწყებინა ვაჟბატონმა. აი, მათ შევინახო. გოდე მოგწონს აბა შენი ფეხსაცმელები? ეხლა დედიკოს აქვს საყიდელი. კეტები მინდა რომ მეცვა ისეთი თუ ვიშოვე. ჯიმი ბრენჩი ვიყიდე მაგი. იქ იყო, მაგრამ რა ვიცი. ეხა არ იმას ვქენ. და მომევიდა მოხრანისი უფრო სწორედ სიმართლე რომ გითხრათ და მერე იმას ვიზამ. ამ თვეში, აი ეხა არ ვიცი ამ თვეში თუ გადავლახავ, ხო და დარიცხვით წინათვის ამ თვეში დამერიცხება და იქედან ვიყიდი. 30 თუ 40 ლარამდე იყო მაშინ. ისინი რა ქვია. ჩემი კეტები რომ მეცვა. სკოლისთვის სასიარულოდ. წვიმაშიც კი მეცვა და მაგიტო. მოკლედ ესეთი ამდები. ყავა დამილევია დღეს. კი მინდა, მაგრამ წყალიც არ მაქვს ადუღებული სიმართლე რომ გითხრათ. მომიწევს ამას მოვადუღებ და მე წყალს შავას ხარ. ხო, როგორც ვაკეთებდი. გავაკეთე უფრო სწორედ ერთხელ ვიდეოში. მანამდეც იყო ეს ფეხსაცმელები, მომეწონა კი დღეს კეტები, მაგრამ ფეხზე ის არ მეცვა ნასკები და ისე ვერ ჩავყოფდი ვერანაირად ფეხს, იმიტომ რომ გოდესაც ვერ გავაზომე, რო ჩამოვიტანეთ, ანუ 37 ზომა უყიდე გოდეს.
აი ეს ფეხსაცმელი, იმიტომ რომ ვიწრო მეჩვენებოდა და მოდი 37 ზომას ვუყიდით ხო. რო წმინდა აგერ მაქვს. ხო და 37 ზომა ვუყიდე. დაიცა ლეიბი მაქვს. ესეც ასე. გავაკეთოთ. ლეიბი დამავიწყდა, ხალხი გარეთ მქონდა. თითქოს და აქეთ უკეთ გამოჩნდება თქო სინათლე და მაგიტომ იმას ვქენი მოვატრიალე, ხა აქეთ ჩემი თავი. რომელი ყველიდე? როგორი? ჩამოდეთ. მოკლედ. всё, ეხა არ მეცოდებიან მართლა. მარტო ადასტვის სპორტულები და всё. კი შევიხედე მე ეხლა იქ ბავშვების იმაში. თურქული მაღაზია არ არის, მაგრამ არ მომეწონა სპორტულები, არ იყო არაფერი. ჯერ უფრო მეტად ისინი იყო, რა ქვია, სასკოლო ტანსაცმელები, ჯინსები და რაღაცეები. და სხვათა შორის დიდი ბავშვების მარტო მე არ ვიყავი, ლიკაც დამემოწმება შორღაია, რომ დიდი გოგოების, აი დიდი გოგოების ხილდა 60 ლარი და პატარა ბავშვების 80. ისეთი უყურების შეცდომა ხო არ არისო. და იგივე ჯინსის შარვალი, რაღაც თეთრი ზედა და ჯინსის მოსაცმელი თქონდა იმასვე. აი ეგ ხილდა 80. ლამაზი იყო ეხა, ძალიან ფართო შარვლები იყო და ლამაზი იყო, მაგრამ ეხა ბავშვის აი 80 ლარი მე სვირია ერთ ტანსაცმელში. ეხა მაგალითად ადასკავები რო უყიდეთ 15, 18 მაღაზიაზევით არც ერთი არ არის. ფეხსაცმელიც ის წითელი 18. მარტო აქ ზუგდიდში რო უყიდე, ისინი იყო 40 და 40. ორივე 40-იანები. მომეწონა ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ტყავის არისო, არც გაიკაწრებაო, არც არაფერიო, თუ გაიკაწრება, შენ აქეთ მომიტანეო იმ ქალმა მითხრა და დავიბრუნებო. ანუ თავს დებდა, რომ არ გაიკაწრებოდა არანაირად, ბავშვი ვერ გახეხავდა მაგ ფეხსაცმელს. შეკარი არ მექნება. ხო და მოკლედ ესე შემოკარგებო. სკოლა თან მიხარია და თან ადრე ადგომა ჭირივით მეზარება, მაგრამ იქნება მივეჩვიოთ ხალხო ადრე ძილს, ღმერთო როგორ მინდა მივეჩვიოთ, კაია. კი მინდა და მივეჩვევი, მაგრამ დავიძინე, მეს შინია ბავშვების, რომ აი რო ჩამეძინოს და ვერ ავაყენო თქო მერე. აი ამის თორე მე ადრეც მეძინება. თვალი მეხუჭება აგერ 10 საათიდან. მირიძილი მიტყდება და მაგიტო ვერ ვიძინებ. თანთას დედას გამოვარდვი. ის კი არ არის რამე ნაჭერია და უკანში საკრავი აქვს. ზომაზე რო დააყენებ ესეთი რეგულირებადი. ის მეორე ნაირიც. დანახე რა თქონდა მე მგონი. დავიწერე იქ თანთას დედასთან. 20 ლარი. ხო, 20 ლარი. მეტი იყო, მაგრამ 20 იყო შემიქრა. ნემცი რო გავუკეთეთ გეგას შევპირდი. სათამაშოს გიყიდით ხო და მაშინ მანქანები რომ მოუტანე პატარა 5 ლარიანები. ესე იგი გუშინ მოვიტანე ლეღვის მურაბები მომცა ჩემმა დედამთილმა.
4 მომცა, 1-ო შენს დას მიეცი, მაგრამ ჩემ ადამ არაფრით არ წაიღო. ბევრი გავაკეთეო ძალიან. იმათთან ლეღვი ადრე მოდის ხოლმე მაისში და მერე კიდე მოდის. ანუ ორჯერ რომ მწიფდება, ეგეთი ლეღვი აქვთ ბოსტანში, ბაღჩაში, რა ვიცი. და თან რა მსის ხო, ძალიან, აი მსხალს რო ყავს, მსხვილი მსხალი რო იყოს, აი ეგეთი თეთრი ლეღვები. და რამდენი წელია ლეღვი არ მიჭამია, მართლა აი ბავშვებს გეფიცვის, რამდენი წელი არ მიჭამია და გუშინ მივედით თუ არა ჩემს სახლში ყოფილა და მე არც შევსულ ვარ ბოსტანში რომ მენახა რო იყო ლეღვი. მუხრანის უჭამია და გავგიჟდი მარტო ჭამე და მე არ გამასინჯე თქო და მეგონაო რომ შენ ჭამეო და მარტო როდის იყო მეთქი რომ ჭამდი. ხო და იმაზე ჯგალში რომ მივედი და სულ პატარა ლეგვის ხეებია ეგ, ორი პატარა. წინათ პირდაპირ ეზოში რომ შევდივართ, ბევრჯერ გინახიათ ბოსტანში რომ შევდიოდით წინ. წვანილსადაც ვკრებდი ხოლმე. და ვინახე ლეღვი, სადღაც იქ მე მაგიდაზე რაც იდო ლეღვები სულ ყველა იქ მოკრიფა ჩემმა დედამთმა და ერთი მოუწყვიტე უბრალოდ. მუხრანის არ ვაჭმევ, ჩემს სახლში ჭამა და ეხლა მე უნდა შევჭამო დავასწრო თქო უთხარი ჩემ დედამთმას. ერთი სულგუნი გაგიკეთეო ის გამომაყოლა, გავყინე, შევაგდე საღენულეში, იმიტომ რომ ყველი ჩვენთან არ იჭმევა. მე არ მიყვარს დიდად. შებოლილი მიყვარს და შებოლილი თუ არ არის ვევჭამ. გავყინე, ნახე ჩემ ფეხსაცმელი გამოიღო. თამთამაჩუქა რაღაც ფეხსაცმელი და ეხა ის გამოიღო და იმით უნდა იაროს კაკით უნდა გააფუჭოს. ადა თავისი დავმალე, იმიტომ რომ სახლში გაცვითა თითქმის ახალი აიტემუდან რომ გამოუწერე ქუსლიანი ფეხსაცმელები. კიდე რა გამომატანა, ჭყინტი ყველიც გამომატანა ერთი დიდი. შაქარი ბლომა ჯერ არაფერი არ გამიკეთებია და მუხას ვეუბნები რომ როგორმე რამე უნდა გავაკეთოთ, თორე აი მთელი ზამთარი ბავშვები იმ ჩემი მოხფული სოუზებით იყვნენ. დედიკო გამიხსენი, რასაც ჭამენ, აი მხოლოდ იმას გავაკეთებ, ლობიოს დიდად არ ჭამენ ესენი და მწვანე ლობიოს ცოტას გავაკეთებ. დანარჩენი იმას და ლეჩო მინდა ბრინჯით გავაკეთო, მაგრამ დრო უნდა ყველაფერს. ბულგარული მქონდა შენახული. შიგნით თავისი შიგთავსით. წითელი დიდი ბულგარულები ხმერ თუ რამდენი ბანკა, რამდენი ქილა მქონდა გაკეთებული. ისეთი კაი გამომივიდა ის როგორც მაგალითად საჭმელად ვაკეთებდი, ზუსტად ისეთი გავაკეთე შესანახად და ძალიან კაი იყო. ძალიან მაგარი იყო. მაგრამ მაშინ კი არა, მე მგონი ფეხმძიმედ ვიყავი, ვიდეოს არ ვიღებდი მაშინ. მე მგონი ფეხმძიმედ ვიყავი რომ გავაკეთეთ. არა მგონია მაშინ ვიდეო რომ გადამეღო. არ მახსოვს. და მოკლედ უნდა დავიწყო ეხლა ცოტათი. 18-ის მერე არის ხოლმე ხელფასი და წალენჯიხაში ჩემმა დედამთმმა მითხრა რომ 1 ლარი ღირდაო კილო პომიდორი. აქ არ ღირს 1 ლარი, ძვირია აქ უფრო. ეხა ბაზარში არ მიკითხე, მაგრამ აქ რო ყიდულობ ხოლმე მაღაზიებში ხან იქეთ ხან აქეთ. ძვირია. ამიტომაც ეხა მანქანასაც რო შემოეტანა და რაღაც კი გავაკეთებდი, ავიღებდი. სადღაც 40 კილო მაინც მინდა რომ გავაკეთო. მე ბულგარულს რო დავამატებ 40 კილოში რო 7 კილო რო ვუქნა, მაინც კაია. და ტომატს ვამატებ კიდევ, ყიდულობ, 1-3 კილა ტომატს ვიყიდი, გავხსნი წყალში, დუღარეში, ბევრჯერ მიჩვენებია. 1 კილო ტომატის 2.5 წყალში ხსნი, ანუ 2 ლიტრ ნახევარ წყალში ხსნი ადუღებულში. ზოგი 3-ში ხსნის, მაგრამ მე თხელი პამიდრის საწეპელი არ მეყვარს, ამიტომ სქელი რო იყოს, ბევრ წყალს გინდი ტომატში არ ვუკეთებ. თუ თხელი არის
იმიტომ რომ ზოგი პომიდორი ძალიან წვნიანი გამოდის. თუ თხელი არ მაშინ საერთოდ წყალს არ ვამატებ იმ ტომატს პომიდორს დაბლენდებულს ვე და დაწურგულს ვე ხსნი იმ ტომატში. და კარგად ვადუღებ. არასოდეს ჩემს ტომატს მომჟავო გემო ან რაღაცა არ ქონია, ძალიან კაი იყო. ძალიან. ეხლაც კი მაქვს ჯერ ცოტა. მოკლედ 61 ლიტრი, კი არა 50-იც ყოფნის ჩვენ. გინდ საჭმელზე და გინდ ისე რომ გქონდეს. ჩემ მადამს 71 ლიტრი გავაკეთე. გამომივიდაო მაგდენ. ხატია. ვიყიდეო იმან და კილო სადღაც 25 თეთრი გამომივიდაო და მასზე რო იყოს რამდენამეს გააკეთებს ადამიანი. კილო 25 თეთრი კი არა? ჩვენთან ძვირია ყველა. ხო, Facebook-ზე იყო, მე მგონი ვიღაცას ეწერა. რა ეწერათ? სად უფრო მეტი ფულიაო მე მგონი. არა დედა. არა. წყალი მოვიდა, მაგრამ ხინკას ვერ გაგიკეთე. რატომ? დრო უნდა. მოხარშას უნდა დრო იმ საღამოს მოხარშე ხინკლებს გავაკეთებთ, მაგრამ კარტოფილიც იქეთ გავიყოლე, იმიტომ რომ შემეშინდა აქ გაფუჭდება მეთქი და იქეთ გავიყოლე, ცხელ-ცხელი ღომებიც კი იქეთ წავიღე. წარმოიდგინეთ. 5 თებში ღომი წავიღე. მე მგონი 5 მეტი თუ არა. იმდენი ამოვიდა. დიდი ქვაბით გავაკეთე და ძალიან ბევრი გამოვიდა ხომ. მე არ მიჭამია, იმიტომ რომ 7-ის მერე არ მინდა რომ ძიმედ ვჭამო, ვიკვებო. ხო და კარგი იყო მოკლედ ძვირფასებო. დედიკო. უფლიანია ეს. ძალიან. უფლიანია თუ სველი? სველია? უფლიანი. ვიცი და აქეთ, სადაა უფლიანი მაჩვენი? ხო დედა. არა არის წინ? შენ თავს ფიცავარ არ არის, სამივეს ფიცავარ არ არის ხო? არის დედიკო. არა, შენ თავს ფიცავარ არ არის დე. ეხლა რა გინდა? არ მოგწონს ეხა ეს? და რა გინდა რომ ჩაიცვა? და რა გინდა რომ ჩაიცვა? გვინ. რა გრინ? ლინკა. გარეცხილია დე? ანალი. რომელი გრინკავა? ხვავერი. ოხ. მოიტანე რაც გინდა რომ ჩაგაცვა. მიდი მოიტანე. გარეთ არაფერი არ მიყიდია დე? მოხსენი ყველაფერი რაც გაშლა იქეთ შევყარე. ლოგინზე დავყარე დედიკო, მაგრამ იქ არ ამგონია გრინკაბა იყოს. ლოგინში. დედა. შუქიანდი და საწოლოთ ახში ხო? დედა ვერაფერი ვერ გავიგე ჯერ ამ იმასთან დაკავშირებით კანადასთან და მოკლედ არ ვიცი. მოკლედ არ მიყვარს როდესაც ჩემთან ვიღაცას ენა მოაქვს, რომ ვიღაცამ ასე თქვა, ვიღაცამ ისე თქვა. ხვავილი არ არის. ხო და მქონდა ახლა ხანს მსგავსი შემთხვევა. ჩემთან მოვიდა სახლში ერთი გოგო და დამიწყო რომ იმან ასე თქვა, იმან ისე თქვა შენზე და ვუთხარი. რომ მეორედ თუ კიდევ რამეს მომიტან ვინმეს ნათქვამს, კარს არ გაგიხებნით და ბავშვებს გეფიცებით გავაკეთებ და გინდ გამლანძღონ მერე რომ თათია ასე მოიქცაო ხალხო. არ მინდა არაფერი ვინმეს ნათქვამი, მე არ მაინტერესებს, იმიტომ რომ როგორც ხვევი ხედავენ,
იმაზე უკეთესად ბევრ რამეს ხედავ, მესმის, შოდი გაიხადე? კაი გოგო ხარ. ხო და ჩემთასაც ესმოდა რომ ვუთხარი რომ არ მინდა, იმიტომ რომ არავის სალაპარაკო არაფერი არ აქვს. იმიტომ რომ სულ სახლში ვზივარ ჯერ ეგეთი, სულ ჩემ შვილებთან ერთად. მეორე, მე არ მცალია რომ გარეთ გავიდე, დავჯდე, ვინმესთან გინდ ქალებთან ნებისმიერთან, მე არ ვაკეთებ ამას. არ ვზივარ არავისთან, არასოდეს არავისზე არ ვჭორაობ, გინდ ჩემს ვიდეოებშიც. არავის არ ვეხები, თუ აქეთ არ მეხებია, ცუდად. და ზოგჯერ არც იმათ არ ვეხები კიდე ცუდად, იმიტომ რომ ღმერთი იმდენად ხედავს. კი მეტყვით ეხა სულ ნუ ამბობ ღმერთზე და რაღაცაო, მაგრამ მე ვიცი ჩემი და ჩემი ღმერთის ურთიერთობა, ამიტომ მე ვიცი ჩემი ამბის. იმდენი ამბები გავიგე. ზოგმა თვითმკვლელობით დაასრულა, ზოგს ისე მოუვიდა, ზოგს სამივე შვილების სიცოცხლის ფიცარ ამას თუ ვიტყუებოდე. ვისაც ცოტა, რომელიც მე არ დამიმსახურები არაფრით და იოდის ოდენა ცოტა უსამართლო სიტყვა მაინც ეთქვას, ბევრი რამ ადამიანებმა ცუდად მოინკეს. ასე სულ იმას ვამბობ, როგორც ჩემი და მეუბნება, რომ ვუფიქრდები და რაღაცაო ვაკვირდებიო, შენო ცუდად არავინ არ უნდა გადაგეყაროსო. იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ არავის უსამართლოდ არ მოვიქცე, ვისთან მაქვს ურთიერთობა. ხარებისთან არ მაქვს. აქ რამოდენიმე გოგოსთან და რომელთანაც მართლა გულახდილად კარგი ურთიერთობა მაქვს. გულწრფელად. ისეთ არავისზე არ ვიტყვი, რაც მე ადამიანს პირში ვერ ვუთხრა. რომც ვთქვა მაგალითად, მე არ მიყვარს, რომ ის სიტყვა უკან წავიღო. შეიძლება მე შევცდი მეთქი, მაგრამ მახსოვს ერთ გოგოს ვუთხარი, რომ თავიდან სულ სხვა შთაბეჭდილება მქონდა ამ გოგოსა და ეს ვიდეოშიც მითქვია. რომ ესე მოვიქეცი მეთქი, მე იმ გოგოს ვუთხარი მეთქი და მე იმდენად რაღაცნაირად გამოვიდა ამ გოგოს და ჩემი ურთიერთობა, აი, საერთოდ რა ველოდებოდი ისე. ანუ კარგი. რომ ვუთხარი, ესეთი მეგონა თქვა და სასაცილოდ არ ყოფილა, მაგრამ ნახე, შენ მითხარიო და ეხა შეიძლება სხვას არც ეთქვაო, მაგრამ მე არ შემიძლია ადამიანთან აფერისულად ურთიერთობას ვერ დავიწყებ. მე იმიტომ არ ვუღებ ყველას ჩემი ოჯახის კარს და მართლა არ გავუღებ კიდევ და არც მიიღებ. იმიტომ რომ ნახეთ რა არის ადამიანს რომ არ ვიცნობ ისე აი როგორ გითხრათ, არ დაიჯერებთ. ისე ვცნობ ადამიანებს. მაგიტომაც არის რომ აი ესე ვარ. ჩემთვის არც არავის არ ვერჩი, აქეთაც არავის არ იმასვის არც თავზე დავისვამ, არც არაფერი. ყველამ თავისი ოჯახის ამბავი გაიგოს, იკითხოს და თავის ოჯახს მიხედოს. რა გცალაპარაკო, ვერ გამიგია. ტრუსებს აჩვენებდაო ვიდეოშიო და არ მახსოვს მსგავსი რაღაცა მე. შეიძლება რაღაც საცურაო კოსტუმის ან რაღაც გავაკეთე. ამ ბოლო დროს რაღაც მსგავსი მახსოვს, მაგრამ მე წარშალეთ თუ არა არ მახსოვს ის. დაჟე ადასიც ჩამოვიდა მეთქი, ეხა ტემოდან გამოვუწერე და ისიც არ მიჩვენებია, ხო? რაღაცე მუხაროიწერ და ის ვთქვი, უბრალოდ ვთქვი და მეც გამომიწერა და ძალიან მაგარი ხალისხი ჩამოვიდა, ხალხო. გითხარით რომ აი მე გეტყვით მეთქი და ძალიან მაგარი ხალისხი ჩამოვიდა მართლა. ორი გავაჩუქე ოღონდ. 4 იყო იმაში და ორი დავიტოვე, ორი გავაჩუქე. არ შემიძლია რომ როცა ვიღაცამ სტუმრობს ან რაღაცა რომ არ გავაჩუქო და მე ესე არ გამომდის. ხოდა ისეთი ამბები. არც არასოდეს არ ვიღებ, მივიღებ ისეთ ადამიანებთან, ისეთ ადამიანებს შენთან. რომლებსაც იმის მიტან მოტანას ჩვევი. არ მინდა. არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს, იმიტომ რომ ყველას თავისი ნათქვამი თვითონ შერჩება. მე კიდე არ მაინტერესებს ვინ როგორც ცხოვრობს, ვინ რას აკეთებს, მე ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით და
გეგა, რა არის ეხლა ეს? მე გითხარი შენ როცა რაღაცა შეგაწუხებს დედიკო, დაელაპარაკე ნუყვირი. ხო და ესე ჩემო კარგებო, ასე რომ ადამიანები თავიანთი მოჩვენებებით და მოგონილი ამბებით მე ტყუილად ვერაფერს ვერ დამაკლებთ ხალხო პირიქით ეს ჰეითერები და ცუდი ადამიანები რომ არ არსებობდნენ მე მგონი ესეთიც არ იქნებოდი დღეს რომ მაინც მადლობა იმ ადამიანებს მადლობა მაინც მართლა მადლობელი ვარ იმდენად განმივითარდა ეს დაკიდების სინდრომი დაიკიდეო და აი ვიკიდებ კიდევაც საერთოდ კიდია ვინ რა სიტყვის არ მომწონს ეს სიტყვაც ეხა კი გამოვიყენე მაგრამ სულ არ მაინტერესებს ვინ რა სიტყვის გოდერძი გეგა და კიდევ ხო ძალიან შეიძლება რომ გინდოდეთ იმათ ვეუბნები ხალხო ეხა ამას მინდა მოგიტო რომ ჩხუბობდეთ, მაგრამ ვერ მოგართვით, იმიტომ რომ არ უყვარს ჩემთან ჩხუბი და რა გავაკეთო. სპარინგობთ, ბევრჯერ მითქვია ხალხო, კიდევ გიმეორებ, სპარინგი ნიშნავს იმას, რომ ხელებით, ფეხებით, მუშტებით ქნევას. როგორ გითხრათ? სპარინგობთ, მე მიყვარს ეგ. ეგრე ვარ, ბავშვობიდანაც ეგრე ვარ მე. ჩემ ძმასთან სულ ესეთი ის მქონდა მეგობრებთან. ასე რომ რა ვიცი, ჩემთანაც იმას ვაკეთებ, რა გავაკეთო აბა. მარცა გეუბნებით არა, ბავშვებს გეფიცები. მუხრანისთან მეჩხუბი რომ მინდოდეს, ბევრჯერ მითქვია რომ მუხრანი არის ჯუმუკია, თქო და ჯუმიკიას იმიტომ ეძახი რომ მე რო ჩხუბი მინდოდეს და რაღაცებზე უნებები პასუხს არ გაგცემს. შენ ეხა ჩემთან ჩხუბი გინდა, მაგრამ მე არ გეჩხუბები. არ მინდა შენთან ჩხუბიო. ეგეთია და რა გავაკეთო? ძალიან კაია მე. აბა, ისეთი ქმარი არც მჭირდებოდა. მთელი რამდენი ვიცი, ღმერთო რამდენი ვიცი და ვცნობ კიდევაც. კაი ურთიერთობებით კი მაქვს. ცოლზეც ხელიც რო აუწევიათ და რაიმე მსგავს რაღაცები, მაგრამ უყვართ იმ ცოლებს ისინი და რა გავაკეთო ეხა მე? რა ჩემი საქმეა. მე არ მინდოდა ისეთი ქმარი და როგორიც მინდოდა მადლობა ღმერთს ისეთი შემხვდა. ზუსტად, ალბათ ვიმსახურებდი ესეც. და ვიმსახურე. ცოდვა მქონდა, როგორი ცოდვა მქონდა, იცით, რომ აი სამივე შვილებს ფიცავარ, ალბათ რამოდენიმე წელი გემრიელად, ტკბილად არც მიძინია. ლეკვი მოვიყვანე მუშაობდი თბილისში და ლეკვი მოვიყვანე. მაგრამ ძალიან სისულელე გავაკეთე, რომ ის ლეკვი მუშაობის დღიდან მოყოლებული მოვიყვანე, ანუ სახლში მიწევდა მარტო დატოვება. და მოკლედ მეზობლებს აწიოკებ და ასე შემდეგ ხა მე ხო არ ვიცი საჭმელს ვუყრიდი, სავსეს ვუტოვებდი, ძეს ცალკე, პედიგს ვყიდულობდი, იმას ვუტოვებდი. წარმოიდგინეთ სახლში რა ამბავი ხდებოდა. ძალიან დიდი ჯიშის სახლი იყო ეგ, თეთრი ბომბორა დიდი ბეწვებით. პატარა ლეკვი იყო. მაგრამ იმდენს ჭყაოდა თურმე და ჭყიოდა, რა ვიცი მე რო არ ვიყავი, მომიწია ეს ლეკვი არავინ არ მოისურვა. რამდენს თხოვე ჩემს ახლობლებს, რაღაცა წაიყვანეთ ვინმე დროებით, სანამ მუშაობ, მაგრამ მე წამოვიყვან თქო, მაგრამ არავინ მაშინ არ გამომართვა ეს ლეკვი. და მომიწია ხამე გაყვანა ლეკვის და დატოვება სადღაც კორპუსებში. სამივე შვილებს ფიცავარ ხო დავტოვე. გამოვედი თუ არა სადღაც 10 ნაბიჯი გამოვიქეცით და ეს რა გავაკეთე მეთქი და მიუბრუნდი. მაგრამ ვერ ვიპოვე. ვერაფრით ვერ ვიპოვე. მარტოც არ ვიყავი ვეძებე, ვეძახე. არა, ვერ ვიპოვე, ვერანაირად ვერ ვიპოვე და აი ამას ვერ ვინელებდი. რამდენი წელი ვერ მოვინელე. მე ალბათ რაღაცით გამოვისყიდე მეთქი, იმას ვამბობდი. მართლა. ჩემ ცხოვრებაში მე რაღაც კარგი რაღაცები რო ხდებოდა. ფიქრობდი რომ რაღაცით გამოვისყიდეთ, ხო, ღმერთის წინაშე ექცოდე.
მაგრამ დღესაც მახსოვს და ძალიან ცუდად მახსოვს. ისეთი რაღაცა დავაკეთე ხალხო. და ყოველთვის იმას ვფიქრობდი, რომ არაფერ კარგს არ ვიმსახურებ თქო ესე რომ მოვიქეცი. სხვა გზა არ მქონდა, იმიტომ რომ ნაქირავებში ცხოვრობ, მე შენ სახლში არ ხარ, ანუ ლეკვის ყოლის უფლება გქონდა, მაგრამ როცა პატრონის სახლში ხარ, იმდენს ლეკვი ხალხს არ აწუხებს. 1-2 თუ დაიყეფოს და რაღაც მეტი არაფერი, მაგრამ ეგ მთელი დღე ერთგვერდით, ანუ ყველა საკაერთოება მქონდა ეგ თბილისში სამეზობლოში, მაგრამ იმ გოგომის თანაც მეგობრებდი ჩამიწერა. თათია, შენ შეიძლება ვარ დაიჯერო, მაგრამ აგერ შემიძლია რომ მოგასწრინო და თან ვიდეო რომ ჩემს კართან და ჩემს ოთახში რო იყო ესეთი ამბავი და მე რომ მივდიოდი ესეთი ამბები მხვდებოდა რომ გინდ ოთახშიც, ანუ ყველაფერი ძირს, ისედაც ერთ ოთახიანში ვიყავი და ერთი ოთახი ნიშნავს, მარტო ერთი ოთახი რო გაქვს. იქ წევხარ, იქ აკეთებ საჭმელს და იქ აკეთებ ყველაფერს. მართლა ფაშებს გეფიცები და 100 ლარს ვიხდიდით მაგაში, იმ ერთ ოთახში. და აი ის რომ იყოს მარტო ის მისაღები, იქეთ ზალა. აი ისეთი პატარა ოთახი. ასე რომ მოკლედ რა ვიცი ხარ აგითხრათ. ძალიან სისულელე დამემართა. კი შეიძლება ეხა გამლანძღოს ხალხმა ამის გამო, მაგრამ მანამდეც ვთქვი ეგ მე. დამემართა ისიც სისულელე და რა გავაკეთე. მაგრამ ესე უცებ რომ მივბრუნდი, სად გაქრა? უცებ რომ არ იყო მე. რამდენი ვეძახეთ, ვეძებეთ. მე მიპოვე. ვაკის პარკში მუშაობდი, მაშინ. არ იყო ისეთი მე გეუბნებით აგერ თქვენ 2006 წლის ამბავს. ვაკის პარკში რომ მუშაობდი, 2006 წელი იყო. კარგი იყო მოკლედ. აი ისეთია რომ მინდა მე, ჩემთვის. პატარა იყოს. სადაც მაგალითად კაფესავით გექნება, ყავა, ტკბილეული, აი სოსისებს ხარშავდით, ძეხვით უნდოდათ შეუწვავდი, ლუდები, სასმისები ყველანაირი იყო, ცივი. ყავა როგორსაც მოითხოვდნენ, კიდე რა გქონდა, სალათი, პური, შავი პური, თეთრი პური, ყველი. მსგავს რაღაცაზე მოდიოდა ხალხი. წარმოიდგინეთ, ქოლგა თავის მაგი დასკამებით გარეთ. შენ რასაც გეტყოდნენ იმას გაამზადებდი, მე თუ გოგოები იყვნენ, პირიქით მე მიხაროდა და მიმქონდა და იქვე მე თვითონ სიამოვნებდა რომ მაგიტას გავშლიდი ხოლმე. და ანდა იყო თვითმსახურება, თუ კაცები იყვნენ და რაღაცა მზად არის თქვენი შეკვეთა. პატარა ის იყო ფორტოჩკასავით, იქიდან გასძახებდი და იქ დადგამდი და წაიღებდნენ. მე ყველაფერს ერთად დაითვლიდი ჯამში და ზოგი გჩუქნიდა, მართლა გჩუქნიდა ზოგი ფულს, გიტოვებდა ხურდას. 15 ლარი მქონდა მაშინ. დილის 8 საათიდან სადღაც სახამოს 10-ისკენ ვიდიოდით სახლში. კარგი იყო მოკლედ, ძალიან კაი იყო. ხო და ესე ჩემოკარგებო, არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი, მაგრამ ზოგ ადამიანებთან ურთიერთობას მირჩენია საერთოდ არავისთან არ მქონდეს ურთიერთობა. ამიტომ არ ასეთი. ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს. ძალიან. ასე რომ
იმიტომ მიქცევი უფრო მეტად, რომ არც გული მეტკინოს, არც იმედ გაცრუება ვიგრძნო, მაგრამ საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა მეთქი ტყუილი. ხედავთ ისედაც ჩემთან მიდიან, მოდიან და ასე შემდეგ. მაგრამ ყველას ვერ გავუღებ კარს. უფრო სწორედ არ გავუღებ ყველას ჩემი ოჯახის კარს. იმიტომ რომ ნახეთ კიდე რა შევამჩნიე. თუ ვინმე მოდის, მე სხვის სახში რომ მივდივარ, ერთ ადგილზე რომ დავჯდები, მერიდება რომ აი იქით გავიხედო, აქით გავიხედო. მართლა სამივეს გეფიცებით. ჩემთან კიდე რომ მოდიან, ადგილი არ რჩება, რომ არ შედიან და გამოდიან. ღმერთო დიდებულო, თითქოს და იმას მიკეთებენ, რა ქვია, შემოწმებას გავდივარ ყოველდღიურად, ანუ როცა მოდიან მაშინ, მაგ მომენტებს გულისხმობ. იქნება და იმ დღეს ცუდად ვარ და ვერ ვალაგებ ან რაღაცა. ეხა მაგალითად სტუმარი მყავდა, ჩემი და რომ მოვიდა, ანუ სუმკები იქ გვედო. უცებ საჭმელს გავაკეთებ მეთქი და მუხა მოდიოდა და ჩვენ მივდიოდით უცებ. ეხა ადამიანი მოვიდა, პირველად მოვიდა, ვერ ვეტყოდი რომ ესე. რა თქმა უნდა, ადამიანი რომ მოდის, ვიპატიჟებ ხოლმე. მაგრამ ზოგ შემთხვევაში მე ვნანობ. აი ამ შემოდის რო ვეუბნები. ყველას არ გულისხმობ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ვნანობ თქო. მე უცებ თან საჭმელს ვაკეთებდი, თან იმ ადამიანსაც გავუმასპინძლდი, რაც მქონდა სულით, გულით, თან აქეთ გასარეცხები მედო, იქეთ ბავშვები ჩემმა დამტყლაწი რაღაცები მოუტანა ადას. მაგიდაზე მთლიანად იმას ზელდნენ, რა ვიცი რეებს აკეთებდნენ. ზოგი სემიჩკას ჭამდა და იქ ვეყრიდნენ და მოკლედ ესე. მაგრამ ის არ დამიტოვებია. რა ხინკალი დედა, შენ თავს ვიცავარ ვერ გავაკეთებ. ნახე რამდენი ქვაბის სავსე ფაფა გავაკეთე, მაგიტომ რომ ღამე შეჭამონ თქო. თუ გინდა ჩაისაც გაგიკეთებ და ხინკალი სხვა გაგიკეთებ, კარგი? დღეს კარტოფის მოხარშავ შევამზადებ და ხვალ ცომში გავახვევ. კაი დედი. გთხოვ დედა ვერ გავაკეთებ და თან გვიან მაინც არ მინდა რომ გაჭამოთ. აგერ 9:25 წუთია. გესმის დე, შენ თავს ვიცავარ ხვალ გაგიკეთებ. მე ლობიოც მაქვს და იმასაც მოხარშავ და ლობიანებსაც გაგიკეთებ. კარგი დედა. რა გინდა? ორივე უნდა. რომ მეუბნებიან რომ ლობიოზე გამოზარდება ბავშვები. უყვართ ხალხო, ლობიო, უყვართ, ჯანსაღი, ყველაფერი უყვართ. წვნიანი მომქონდა. რიკამ გამომატანა. წვნიანი ქონდა. უпроსორეთ ხარჩო. გამომატანა. აჯამა. თელი ქვაბი ეხა რაც ეს ხა მოხამ შეჭამა სულ. თევზი გამომატანა. კალმახი ქონდა მამიკოს ნაყიდი და გამომატანა, მე შევჭამე, არავინ არ შეჭამა. კვერცხი მაგ შემწვარი. გინდა კვერცხი? ფაფა? ჩაი და პოლიკარაქიანი? სულგუნი? ყველი. დედიკო გეხოწები დღეს ვერ გავაკეთებდე? გვიანია დედიკო, კარტოფილი ჯერ როდის მოიხარშება, მერე ხახვი მოთუშე, ნიორი სუნელები იმას გავუკეთე, მერე ცომი მოცომე, გავუკეთე შიგ-თავს იმაში, მერე მოხარშე დიდი დრო უნდა დე, შენ თავს ვიცავ ხვალ გაგიკეთე. გეი, მან ადამ. პირველები ქონდა ჩემ დედამთილს და ის შეჭამა ხორციანი, მაგრამ ის ხორცი არ შეუჭამა. ანუ ხორცები გადმოყარა, ცომი შეჭამა. ეი, რატო გადმოყარე ხორცი? ფილმენიდან. ა? ხინკალიო რო გაიზახო, რო ნახა ხინკალი არისო და უნდა ჭამო და ხორცები გადმოყარა, ხორცი რო შეამჩნია და ცომი შეჭამა. ხედავთ ამას თქვა როგორ გავუგებდა, შენ გავს რო გაიზახოდით. კოპიო მამიკოა. Das კი არ გავს, მამიკოს გავს. დარარამ, პარარამ. ასე რომ მოკლედ იმის თქვა მინდოდა. ეხლა დღეს ყველაზე ჭორაობს. მაგრამ არ არის ეს დასჯადი და რა გავაკეთო?
ან დაზუსტებით ნათქვამი უნდა გქონდეს, ან ჩაწერილი, ან რაღაცა რომ უჩივრო, მაგ შემთხვევაში კი. მსგავს რაღაცებს არასწორებს გეუბნებიან ან ამბობენ შეზე, მაგრამ ეხა არ არის დასჯადი. ხო და სუფიხეზე კიდე არის რაც უნდა ის ულაპარაკი არ მაინტერესებს. მარტო ასად არ მივდივარ, თუ მივდივარ, მივდივარ, მოვდივარ. ხო და რა ვიცი ხო? ცალიაც და საუბრო რა გავაკეთე? დედასი დედა გიყვარს მამა? დედა. ორივე. ორივე. დედა. ორივე. წუხელ შენ და დედიკო სად იწექით? სად იწექით ბედა შენ წუხელ? სად იწექით? თქვი რა. სად იწექით? იატ? იატაკზე. ხო გემრიელად იწექი? ეს ხო ავაყენე. მოისტუმრა თავის საქმე და მე იქ სუჭყიპინებ და ფეხი არ მომადოთ ჩემსაზე კი არა აქ გართულება იმ ბავშვების ფეხებზე აქ გართულება და მამამის ჩემსაზე დედა შენია ამეტყვის კი რო ვეტყვი არა გართულება პირიქით მეფერება და სხვებსაზე კივის წივის დედა როგორ უყვარს ქავილი დედა ჩემსაც უყვარს მე იძინებს იმდენად უყვარს ამანაც ეგრე იცის დედას მოკლედ ესეთი ამბები ჩემოწიფას წავედი ახლა მე და გემშვიდობებით ცოტანი ტელეფონი გონდა პატარა ნაყიდობა გაჩვენე დასატენია ტელეფონი ხო მიეჩვიეთ ჭედავს მე რო გამიფუჭდეს რა მეშველება ჯერ ერთი წელი არ გასულა რაც მაგ ვათვე გავიდა მინგონი კი ვათვე გავიდა წავედი ცეფასება შტობი აღამეს გისურვებთ და ტკბილ ძილს ყველას დროებით მომავალ ვიდეომდე და ემშვიდობდე კარგად უთხარ კარგად